ელფოსტის მართვისას შეგიძლიათ შემომავალი ელფოსტის წესები განსაზღვროთ, მაგალითად წერილების ავტომატური გადატანა კონკრეტულ საქაღალდეებში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. ამ შემთხვევაში მე გაჩვენებთ, როგორ გააგზავნოთ ავტომატურად ყველა შემომავალი წერილი, სადაც თქვენ დამატებით ადრესატად სისით ხართ მითითებული და პასუხისგაცემა არ მოგეთხოვებათ კონკრეტულ საქაღალდეში. ახალი წესის შესაქმნელად გადადით პარამეტრებში. დააჭირეთ ელფოსტის წესის შექმნა. შემდეგ დააჭირეთ ახალს და განსაზღვრეთ წესის დეტალები. ამ შემთხვევაში მინდა ეს წესი ყველა შემომავალ წერილს მიემართებოდეს, ამიტომ ამოვირჩევ პარამეტრს. ჩემი სახელი ადრესატის ან სისი ველშია. ამ წესს უცბად დავარედაქტირებ. როდესაც წერილი, რომელიც ამ კრიტერიუმს შეეფერება, შემოვა, სურს ის ცალკე საქაღალდეში გადავიდეს. ამიტომ აქ ამოვირჩევ წერილის საქაღალდეში გადატანას. შეგიძლიათ არსებული საქაღალდე მიუთითოთ ან ახალი შექმნათ. მე შევქმნი ახალ საქაღალდეს სახელად სისი. წესის რედაქტირებისთვის დამატებით პარამეტრებს დაუწყაბუნეთ. ეს საშუალებას გაძლევთ წესს მეტი პირობა მისცეთ, ან სიის საშუალებით ამოვირჩიო, რომ ეს წესი შეეხოს მხოლოდ შემომავალ წერილებს, სადაც ჩემი მისამართი სისი ველშია ჩაწერილი. ამ წესის სახელის შეცვლაც შეგიძლიათ. მე მომწონს ეს სახელი, ამიტომ დავტოვებ. გვერდით არსებულ რეზიუმეში შეგიძლიათ წესის აღწერაც წაიკითხოთ.